მოგესალმებით დილა მშვიდობის. ეხლა მოვედი სახლში სამსახურიდან 9 საათია 10 დაიწყო და ჩემი ჯემალიკო ცოტა ეს გამიქრასავით ინდოელს რო დამამსგავსა. ხო და ეს სამსახურის საროჩკა იქ რო არ ვიწვალა ხოლმე გახდა ჩაცმაში და დრო რო არ დავკარგო ხოლმე სამსახურის ესა რა ქვია ფორმა მირჩევნია პირდაპირ ჩავიცვა და კურტკა მოვიცვა ფორმაზე და ჩაცმული წავიდე. ისეთი ფორმაა ეხლა ძალიან ჩვეულებრივი კლასიკური და მირჩევნია ეგრე რომ ჩავიცვა და მერე წავიდე რომ დრო არ დავკარგო მაგაში. ნიკოლაში ვიყავი და გაჩვენეთ რა ვიყიდეთ. ეს ჩემი ფანტა ბროწეულის ჩემი სიცოცხლე და სიყვარული რამდენი ხანი ავუღალატე ანუ აი ეს რო გაქრეს არ ვიცი რას ვიზავ ანუ ხო არის რომ ცნობილი კომპანიები უშვებენ რაღაც ახალგემოს მაგრამ რაღაცა დროის შემდეგ ალბათ აღარ იყიდება და ქრება რა გაყიდვიდან და იმედი მაქვს რომ ეს ფანტა არ გაქრება და როგორც ეს არის რა ქვია ტროპიკი დიდათ არ მიყვარს, კი არა და არ მიყვარს, როგორც ტროპიკია, რომ ჩემი აზრით ყველაზე ნაკლებად იყიდება, მაგრამ მაინც იყიდება, იმედია ეგრე დარჩება ესეც, იმიტომ რომ თავი ძალიან უცხო და ძალიან საყვარლობა გემოაქვს და მე ძალიან შემიყვარდა ეს ბროწეულის ფანტა. ენერგეტიკული მაპატიეთ ძალიან გავფუჭდი, გამოვსწორდები აუცილებლად. ამაზეც ძალიან შევჯექი ფლინტზე, იმიტომ რომ გემრიელია და ნიკოლაში ეს დიდი არის მეგა შეფუთვა. ყოველთვის აქციაშია ხოლმე ნიკოლაში და სუპერულობ ხოლმე. ეს სოსისი 4 და რაღაცა 4 და 70 თუ რაღაცა და ძალიან მეიაფა და ვიყიდე, იმიტომ რომ რავი, ბევრია 2 4 6 8 10 ცალია შეფუთვაში და 3 ცალი მყოფნის ხოლმე ერთ ჭამაზე და რაღაცა ძალიან მეიაფა და ვიყიდე. აქციის ფასი არ იყო, ანუ 4 და რაღაცა იყო 5 ლარამდე აქციის გარეშე და პური ვიყიდე. რა ვიყიდე ხა ისეთი და 15 ლარის გამოვიდა, ну კიდე არა უშავს, ანუ ცოტა ნაღდათ არ მიყიდია, მაგრამ ხანდახან მართლა შოქში ვარ, რომ აი არაფერს არ ყიდულობ და ფული ქრება რა. ეგრე არას ვიზავთ. ესე იგი ეხლა ცოტა უნდა გელაპარაკოთ, ლაპარაკის თავიც არ მაქვს. დიდად დაღლილი ვარ თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. არ არის რთული და კატასტროფა სამსახური, მაგრამ უბრალოდ ხმაზე მეტყობა ხოლმე ღამენათევი რო ვარ. საუბარზე მეტყობა რომ ენერგია არა მაქვს, ანუ ყველაზე მეტად რაშიც ვიღლები იმ სამსახურში გიწევს ბევრი საუბარი, სულ ყველაფერს ახმოვანებ ინგლისურად და ძალიან ეს რა ქვია იოგები გეღლება ესე ვთქვათ. ანუ მართლა ხანდახან ისე მივაყრი ხოლმე ბოლოს რო ამოვისუნთქებ მეთქი ვაუ. თორე ფიზიკური სამუშაო არ არის, ანუ ფიზიკური არანაირად არ არის. უბრალოდ ყველაზე რთული რაც არის კისერი გტკივდება ხოლმე, როცა რამოდენიმე მაგის გამოსვლა გიწევს, ესე ვთქვათ, რაღაც პერიოდის შემდეგ კისერი გტკივდება. სკამზე რო ზიხარ სულ და რაღაცა მაგრამ ეგეც მიჩვევაზეა, ეხა იმდენად მივეჩვიე უკვე საერთოდ აღარ შემაწუხა ამ სმენაში. პირველი სმენა, მეორე სმენაც ცოტა გაუსაძლისი იყო რა. ცოტა რთული იყო, მაგრამ ხო იცით მიჩვევაზეა ყველაფერი და დღევანდელ სმენაში რავი კისრის ტკივილს დიდად არ შეუწუხები ვარ. ხო, კმაყოფილი ვარ პირველ რიგში ღამის სმენაში, კი იცით რომ ბევრად უფრო მაღალია ანაზღაურება და რა ვიცი
გრაფიკით, ანაზღაურებით, პირობებით კმაყოფილი ვარ, რაც ყველაზე კარგია ასევე არის ის, რომ თქვათ თუ არ შეგიძლია გასვლა, აი ხვალ იცი რომ მუშაობ, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი გეგმაში და თუ ვერ ახერხებს სამსახურში გასვლას, გააჩუქებს სმენას, დადებგას აჩუქებლას და ვიღაცა მაინც იჩუქებს. მით უმეტეს ღამის სმენები ზოგადად ყველა სმენა ჩუქდება ხოლმე 1-2 ჰარო დარჩეს ისე. მაგრამ ღამის სმენა ჩემი აზრით ყველაზე მეტად გაჩუქებადია, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მეტია ანაზღაურება და აწყობთ რატომაც არა. ხო და მეტი მუშაობა თუ გინდა, სმენები შეგიძლია დაიმატო. ამ თვეში ერთი სმენა დავიმატე, მარტო 3 საათი და მეტი ფიზიკურად ვერ, არა, 2 დავიმატე. ერთი ვიმუშავე 4-დან 12-მდე, მეორე ვიმუშავე 3 საათი დავიმატე, მე მგონი თუ რაღაც ეგრე. ხო, ერთი 3 საათი დავიმატე და მეორე 8 საათი. 4-დან 12-მდე. ხო და იქეთა თვეშიც რა ვიცი მაქსიმალურად ვეცდები რომ დავიმატო ხოლმე, ეხა შემიძლია რომ ანუ დილასაც არის 8-დან თუ მუშაობ 8-მდე შეგიძლია იმუშაო 12-მდე 4 საათი დაიმატო, არის 10-მდე 2 საათი დაიმატო და არის მოკლედ შესაძლებლობა რომ მეტი გამოიმუშაო და თან კიდე აპლიკაცია გიჩვენებს ყველაფერს საერთოდ შენს შეფასებას, შეცდომებს, რაღაცა კარგს, ცუდს, ყველაფერს, ანაზღაურებას, რამდენი სმენას რომ მორჩებით დახურავ, ეგრევე 5 წუთში უკვე გიჩანს დამატებული თანხა, ანუ რამდენი დაგემატა მაგ სმენიდან და ყველაფერი აპლიკაციაში ჩანს და კმაყოფილი ვარ ძალიან. უბრალოდ არც ეს არ არის ისეთი სამსახური, სადაც წლობით შემიძლია გავჩერდე. არ შემიძლია რა გავაკეთო. თუნდაც ავიღოთ ბორტგამცილებლობა, რომელიც არის ჩემი ოცნება და რომელსაც ვიცი რომ აუცილებლად ავისრულებოდეს რაღაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ძალიან მაშინებს ის ფაქტი, რომ ესე ვთქვათ, მარტივი არ არის ამ სამსახურამდე მისვლა, ამ მიზნის მიღწევა და მაშინებს ის ფაქტი, რომ შეიძლება მე ამ მიზნისთვის ძალიან ბევრი ვიშრომო, ვიბრძოლო, მივაღწიო და მერე როგორც სხვა სამსახურები, ისევე ეს ოცნების სამსახურიც მარტივად მომბეწრდეს. ანუ რა ვქნა, ეგეთი ვარ. მგონია რომ ყველაზე კომფორტულად და ყველაზე ბედნიერად თავს ვიგრძნობ ავიაციაში, ბორტგამცილებლად. შესაძლებელია არა ბორტგამცილებლად, არამედ ვთქვათ რაღაცა თვითმფრინავის შემკეთებლად, ან რაღაცა რეგისტრატურაში, ძალიან ბევრი გახრა, ესე ვთქვათ და სადღაც მაინც შევძვრები. მაგრამ რავი, ეგეთი პიროვნება ვარ, რომ მარტივად მბეზდება ერთი და იგივე სიტუაცია. ხო და ესეც ახლა ეს სამსახურიც ეგეთია რა. სულ ერთი და იგივე კეთება გიწევს, იხარ მაგიდასთან, არიგებ კარts, თან საუბრობ ახმოვანებ. ყველაზე საშინელება რა არის, იცით? არის შემთხვევა, რომ ესე ვთქვათ, მკვდარ მაგიდას ვეძახით, რომ არ ყავს მაგიდას მოთამაშეები და უბრალოდ სიხარ მაგიდასთან და არაფერს არ აკეთებ. ეხლა დატვირთული მაგიდის მერე რომ ეგეთი მაგიდა შეგვხვდება და დაისვენებ, კარგია, მაგრამ აი დილის საათებში ყოველთვის გამთენიისას ესე 4-დან ესა 6-დან 8-მდე ყოველთვის მკვდარია ხოლმე მაგიდები რა, მოთამაშეები არ ყავს და როგორი საშინელებაა, იცით? უკვე ერთი სული რო გაქვს, როდის დაამთავრებს სმენას და ანუ როცა კარts არიგებ და როცა საუბრობ, დრო ისე გადის, ვერც იგებ რა, ანუ არ უყურებ. ეს ტელეფონის მეხსიერებას ხო ვერ დავაყენე საშუალო რომ გავათავისუფლო, ხო და იმას ვიძახდი, რომ როცა
არ იგებდა რაღაცა მოძრაობაში ხარ, ესე ვთქვათ, დრო ისე გადის, ვერც იგებდა დილის საათებში რომ მაგიდან მკვდარია და უბრალოდ ვერაფერს ვერ აკეთებ, უბრალოდ სიხარ, დრო არ გადის და ძალიან ჩამოგეძინება სავით და მაგიტო ჯობია ხოლმე რომ აქტიური იყოს მაგიდან. ხო, ეხლა ვეცდები რომ რაღაცები წავშალო უცებ და გავაგრძელო საუბარი. ხო და რავი რა, ეგეთი ამბავი სამსახურით კმაყოფილი ვარ. ჯერჯერობით. მაგრამ რატომღაც დავფიქრდი და მიზნად დავისახე, რომ თითქოს აი რა სამსახურშიც არ უნდა მივიდე, რა სფეროშიც არ უნდა მივიდე, სანამ კარიერას დავასრულებ, მანამდე მინდა რომ ესე ვთქვათ დავწინაურდე. ანუ რაღაც ახალ სფეროში მუშაობას რო დაიწყებ, ჯერ დაწინაურდე და მე წამოხვიდე მაგ სამსახურიდან. რატომღაც ეგ თითქოს მიზნად მაქვს, რომ აი იქაც რო დავიწყე მუშაობა, სპარში მოლარელ კონსულტანტად მუშაობდი, მე დავწინაურდი ადმინისტრატორად. ძალიან ჩვეულებრივად რომ მომენდომებინა ძალიან ჩვეულებრივად შემეძლო რომ მენეჯერადაც მემუშავა, მაგრამ აღარ მქონდა სურვილი. ხო და აქაც ძალიან ბევრი ის არის, ესე ვთქვათ, განხრა, რავი, ამ სამსახურშიც ათასნაირი ისენია, რა ვქვია, რაც უფრო მეტი ზოგაა, მით უფრო მეტი ინფორმაციას მოვიპოვებ ამ სფეროსთან დაკავშირებით. ეხლა დიდად ინფორმირებული ვარ, თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ, მაგრამ რასაც ვაკვირდები, რავი, ბევრნაირი ის არის ტრენერი, ვინც ასწავლის ამ სამსახურს, როგორ რა უნდა გააკეთოს, არის დამკვირვებელი, ვინც სმენებს აკვირდება, ჩამოივლის, ესე ვთქვათ, თანამშრომლებში, რომ რავი, აბა ვინმე რამეს არ არღვევდეს, ანუ ვინმეს არ დაძინებოდა მაგიტას რამე, რავი, გარდა მაგისა კამერებს ვინც აკვირდება, არის IT, ვინც რაღაცა რო შეგეშლება დაგირეკავს და გაუსწორებ, ესე ვთქვათ, კარტის განლაგება იქნება თუ რა იქნება. ათასნაირი განხრებია მოკლედ და ამ სამსახურშიც თუ არ ვწდები 3 თვის მერე თუ 6 თვის მერე უკვე შეგიძლია დაწინაურდე, ანუ განვითარების პერსპექტივა გაქვს და დანარჩენი დროის ფაქტორია ვნახოთ რა იქნება. ხო, ესე იგი მუშაობა რომ მივატოვე სპარში, ბოლო დღეები რომ მქონდა უკვე მუშაობის და ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი მაგ სამსახურიდან რომ გამთავისუფლებულიყავი ზედმეტი პასუხისმგებლობებისგან, აი მაშინ გადავწყვიტე ძალიან ბევრი რამის შეცვლა რა, ანუ ერთიანად მომაწვა მოტივაციამ და მაშინ გადავწყვიტე რომ მეთქი ბაჩო რახან იტანჯები და რახან ბოლო დღეები გაქვს ამ სამსახურში, თქო, ბარემ ბოლომდე დაიტანჯე, თქო, და მაშინ მივატოვე სიგარეტის მოწევა სამსახურში. მე სამსახურიდან რო წამოვედი, დავიწყე ვარჯიში, ყოველდღიურად დღეს არ ვაგდებდი, რომ ხა შეიძლება თქვათ რომ რა ვარჯიში მაგას ქვიაო, მაგრამ რაც იყო, რავი, გავდიოდი ყოველდღე გარე ტრენაჟორებზე, ხა ისეთ სივრცეებში არ დავდიოდი ჯიმში და ტრენერი არ მყავდა და რაღაცა, მაგრამ გავდიოდი ყოველდღე და ესა გარე ტრენაჟორებზე მინიმუმ 9 საათი ვცდილობდი ხოლმე რომ მევარჯიშო და ყოველდღე დღეს არ ვაგდებდი ხოლმე საერთოდ. და შედეგითაც ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს და მე ავირიე და ეხლა უნდა ვისწავლო, ესე ვთქვათ, სამსახურთან ერთად ცხოვრება. ანუ როგორც ადრე ვიყავი რა, თან მუშაობდი და მუშაობის გამო ბევრად უფრო მეტად ვაფასებდი თავისუფალ დროს და ბევრ ამისაც ვაკეთებდი და ვასწრებდი დასვენების დღეებში, ესე ვთქვათ, და როცა უმუშევარი რო ვიყავი და რაღაცა არაფერი არ მაწყუხებდა,
დროის ესე ვთქვათ შეგრძნება და დაფასება გაქრა. ეხლა რასაც შევამჩნიე, რამოდენიმე დღეა რაც მუშაობა დავიწყე, რაღაცეებზე თვალებს ყუჭავ და პატიობ ესე ვთქვათ თავს რაღაცებს. კი შეგუება უნდა ღამის სმენას და მარტივი არ არის, ჩემთვის ჯერჯერობით ძალიან მარტივია, რავი. უბრალოდ ისაა, რომ დღე გძინავს მე და მთლიან დღეს აგდებ, თორე რავი, რა დღე გიმუშავია და რა ღამე ჩვეულებრივად იგივენაირად საერთოდ არ მიჭირს მოკლედ. თან ყველაზე კაი რაც არის, რავი, ყოველ შეიძლება 1 საათში, შეიძლება საათს ნახევარში, მაქსიმუმ 2 საათში, ნახევარი საათი ისვენებ ხოლმე რა. ანუ საათი ნახევარი 2 საათი, 8 საათიდან შესვენება გაქვს. ხო და შესაბამისად რთული არ არის. უბრალოდ ეხლა უნდა ვისწავლო უკვე სამსახურთან ერთად მუშაობასთან ერთად ცხოვრება მოკლედ, თორე რამოდენიმე დღეა უკვე ძალიან ბევრ რამეზე ხუჭავ თვალს, რომ აი პატიობ საკუთარ თავს, რომ ეხლა რაღაცა ჭურჭლის დარეცხვა მინდა, მაგრამ აი ჯანდაბას ბაჩო, იცი რა, შენ მუშაობ და მოდი როცა ენერგია გექნება, მაშინ გააკეთე. საჭმის გაკეთება მინდა, რაღაცა იგივენაირად შევძახებ ხოლმე ჩემ თავს და აი ესე რამოდენიმე დღეა ყველაფერზე დავხუჭე თვალი და მარტო რავი, ძინავს და მუშაობ. ხო და ცოტა უნდა გადავერთო. ესეთი ამბებია, აურისი თქმა მინდოდა კიდე იცით. ადრე რო დონაციის ლინკი დავდე, ხო გახსოვთ? ქისაჯიროა ეგეთი აპლიკაცია, სადაც შეგიძლია ესე ვთქვათ ლინკით გადარიცხო ლინკზე სასურველი თანხა, თუ გნებავს იქნება ეს ესე ვთქვათ საიდუმლო, შეგიძლია რომ სეკრეტად ესე ვთქვათ შენი სახელი და გვარი რო არ გამოჩნდეს, ისე გადარიცხო თანხა და შეგიძლია თან კომენტარი გააგზავნო, ესე ვთქვათ წარმატებები ან რამე მსგავსი და შეგიძლია შენი სახელით და გვარიც ჩაწერო, ანუ შენი სურვილიდან გამომდინარეა, ესე ვთქვათ როგორ იზავ და ადრე ხო დავდე ეგ ლინკი და მე აღარ შევსულა, იმიტომ რომ არც ველოდებოდი რომ ვინმე ჩამირიცხავდა და რაღაცა და ანუ თვე არ გავიდოდა ისე რომ 5 ლარი, 10 ლარი, ესე ვთქვათ რაღაცა სხვა სახელით მერიცხებოდა რა, ანუ ბანკში მომდიოდა მესიჯი ჩარიცხვა, ოღონდ ქისაჯის არ აწერდა. ქიფსმის აწერდა როგორც მახსოვს და ეს ქიფსმი ვერ გავიგე რა იყო, ვერ ხვდებოდი რა იყო და მიკვირდა რა. თავიდან ახალი დადებული რომ მქონდა ლინკი, ირიცხავდნენ მართლა. ხო და მე ChatGPT-ს რომ ვიწერე, ChatGPT-მაც რაღაცა ძალიან ისე იბოდიალა, რომ დამატებითი ბანკიაო და ისაო და ესაო რაღაცა ვერ მიმახვედრა, რომ ქისაჯისგან იყო და არც მახსოვდა და მე რაღაცაზე შევედი, გამახსენდა როგორც იქნა და მე მივხვდი, რომ თურმე ქისაჯიზე რა თანხებსაც მირიცხავენ ჩემი მაყურებლები, ის მოდის ქიფსმის სახელით და გუშინ მომივიდა კიდევ აღარ მახსოვს 10 ლარი თუ არ ვცდები, ლილუ და რაღაცა დისკორდიდან, ეგეთი სახელი ეწერა, ლილუ და გიორგი თუ რაღაცა დისკორდიდან, თუ რაღაცა ეგეთი სათაური ქონდა და 10 ლარი ჩამირიცხა როგორც მახსოვს და ძალიან დიდი მადლობა. საერთოდ აღარ მახსოვდა ეგ ესა რა ქვია ქისაჯის ლინკი რო დადებული მქონდა და გუში როგორც კი მომივიდა ჩარიცხვა, ეგრევე მივხვდი. უღმესი მადლობა და კომენტარიც ეწერა, რაღაცა წარმატებებს გისურვებო თუ რაღაც.
ხო და ეს ჩემს წინა ვიდეოებზე კიდევ დავდეეგ ლინკი. აუ ზურამ ხეიძე ხო იცით ჩემი აზრით ყველაზე წარმატებული ქართველი ფსიქოლოგი არის ზურამ ხეიძე, ჩემთვის ეგრეა. და ძალიან მიყვარს, რავი, ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ზურამ ხეიძეს ჩატარებული ლექციები დევს YouTube არხზე და სულ ვუყურებდი და ვუსმენდი ხოლმე და ყველაზე მეტად რაც მომწონს მარტივ ენაზე საუბრობს რა ადამიანებისთვის გასაგონად მარტივი მაგალითები მოყავს და არა მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი წიგნობრივი ცოდნა აქვს, ესე ვთქვათ, საუბრისას ცხოვრებისეული მაგალითები მოყავს და მარტივი გასაგონია. ანუ ზოგი არის, რომ აი წიგნის ენაზე საუბრობს რა, ცოდნას სავლენს, ესე ვთქვათ და ყველამ ხო შეიძლება რომ ყველამ არ იცოდეს იმდენი რაც შენ იცი და ანუ ვერ გაიგოს შენი. ხო და შესაბამისად ძალიან მიყვარს ზურამ ხეიძე და ძალიან ბევრი უნივერსიტეტები, ანუ ძირითადად რაც ლექციები დევს სოციალურ ქსელში, ან არის აზროვნების აკადემიაში ტარდება ლექციები, ან სხვადასხვა უნივერსიტეტები იწვევენ როგორც ლექტორი ისე რა ზურამ ხეიძეს და ძალიან გამიხარდა აი გუშინ წავიკითხე საღამოს, რომ ჩემმა უნივერსიტეტმაც მოიწვია ზურამ ხეიძე და დღეს არის ლექცია, ესე ვთქვათ, თვითმოტივაციასთან, ამ თემასთან დაკავშირებით 5 საათზე. დავრეგისტრირდი რა თქმა უნდა და აუცილებლად უნდა წავიდე, ანუ ეს რო გავმაზო, შეიძლება საკუთარ თავს ვერ ვაპატიო. იმიტომ რომ ჩემი უნივერსიტეტი ძალიან პაწუკაა, ესე ვთქვათ და ცოტა სტუდენტები ვართ და მით უმეტეს აქტიური ვინც ხშირად დადის რაღაცა და შესაბამისად არ მოველოდი, რომ ზურამ ხეიძეს მოიწვევდნენ და ისე გამიხარდა. და ყველაზე მეტად რასაც საკუთარ თავს შევძახე არის ის, რომ ბაჩო არ მოგერიდოს კითხვების დასმა, იმიტომ რომ როცა საუბარს მორჩება და ესე ვთქვათ ლექციის ბოლოსკენ უკვე კითხვების რეჟიმზე გადადის ხოლმე და კითხვებს პასუხობს და ძალიან მინდა მით უმეტეს მოტივაცია ისეთი თემაა, რომ ძალიან გაშლილი ესე ვთქვათ და ძალიან მინდა რომ არ მომერიდოს რაღაც კითხვების დასმა. იმედი მაქვს. იმიტომ რომ ზოგადად სულ მერიდება ხოლმე ეგეთი ვარ, მაქვს კითხვები, მაგრამ საკუთარ თავთან ვიტოვებ ესე ვთქვათ. და ყველაზე მეტად რისი იმედიც მაქვს, ეხა კი ვარ ფხიზლად ჯერჯერობით, მაგრამ ნამდვილად ვერ გავხაჩავ ჯერ 10 ეხლა დაიწყო და 5-მდე რომ არ დავწვე ვერა. დღეს საღამოს მუშაობ? დღეს საღამოსაც მუშაობ? თუ არ მახსოვს. ამ თვეში ბოლოს სმენა მქონდა, თუ დღეს მექნება ბოლო არ მახსოვს. მე ვნახავ ტელეფონში. არა, მე მგონი მორჩი დღეს და ესა პირველამდე აღარ მოგვსმენა. ხო და უნდა დავიძინო და მაღვიძარასაც დავაყენებ და ჩემ მეგობარსაც ვთხოვ, რომ დამირეკოს ამიფეთქოს ტელეფონი, სანამ არ ვუპასუხებ და არ შევაგინებ. ხო და ანუ ეს ლექცია რო გავმაზო, უბრალოდ თავს ვერ ვაპატიებ, რო დამეძინოს. შაბათ დღეს მოვდივარ ღამის სმენიდან, ღამენათევი ესე ვთქვათ და ანუ ბრეკეტებზე სადაც დავდივარ, ის რას ეძახიან, კბილის სტომატოლოგი ვინც არის მოკლედ ბრეკეტებს ვინც აკეთებს, კვირაში ერთი დღე მოდის მარტო და მოდის 3 საათით რა, პირველიდან 4-მდე. ხო და რამდენი ხანია წინა თვეში ვერ მივედი. ერთი თვის მერე დამიბარა და ანუ არ მახსოვდა შაბათს მოდიოდა თუ კვირას. ხო და შაბათს ღამის მინდა რომ მოვედი, მეგონა რომ კვირას მოდიოდა და კიდე კაი გადავამოწმე და არ დავიძინე. ხო და მეთქი პირველამდე ბარემ
Რაღაც არ ჩათქო და არ დავიძინებ თქო. Წავალ კბილზე, მოვისტუმრებ და მერე დავიძინებ თქო. მაგრამ ტელეფონში შევერთი დასატენად და ჩამეძინა მდივანზე მიწოლის. ხო და გამეღვიძა პირველზე კი არა, სამზე გამეღვიძა კიდე კაი რომ მოვასწარი მაინც რა. ნუ ვერცხლისფერია რა. ფერებში არასდროს არ აქვს ხოლმე არჩევანი. ერთადერთი წინაფერი ძალიან მომეწონა, მწვანე იყო, რაღაცა გამჭირვალე მუქი მწვანე და ძალიან ლამაზად აჩენდა იმ რკინებსაც და კბილებსაც უფრო თეთრს აჩენდა და ეხლა ყველაზე კაი არჩევანი ფერებში რაც იყო დარჩენილი იყო ვერცხლისფერი და ეს გავიკეთე ვერცხლისფერი. ნუ ერთი თვის მერე გამოვიცვლი კიდე. ხო და იმას ვამბობდი რომ დღესაც ეხლა რომ 5-მდე არ დაძინებას რომც ვერ ვეცადო, შეიძლება დამჯდარს მიმეძინოს, ასე რომ ჯობია რომ ცოტა გამოვიძინო და 4-ზე გავიდე რა, 4-მდე ჯერ დრო არის. ძალიან მიხარია. გადაღებით ეხლა ზურამ ხეიძის მთლიან ლექციას გადავიღებთ თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, იმიტომ რომ კი იცით თქვენც როგორი მორცხვი ვარ, რომ ეგეთ სივრცეებში ხალხ მრავალ ადგილებში და ქუჩაში ვიდეოს გადაღება არ შემეძლია. თუ უცხოეთში არ ვარ სამოგზაუროდ. ხო, უცხოეთში რო ხარ, ეხლა მაინც სხვა თან სამოგზაუროდ რო ხარ, ეგ რა პრობლემაა მაგის გადაღება. მაგრამ რა ვეცდები რომ პატარ-პატარა ნაწყვეტები გადავიღო და თუ რამე შემდეგ ბლოგში ჩაგისვავთ ზურამ ხეიძის ლექციიდან კადრებს. იმედი მაქვს რომ არ დამეძინება და იმედი მაქვს რომ მივალ. აუცილებლად. მართლა ძალიან გული დამწყდა, ხა თავს არ ვაპატიებ თქო და არიქა თავს მოვიკლავ თქო, არა, მაგრამ გული დამწყდება რომ ვერ წავიდე. ეხლა წავედი ხალხო. საჭმელი უნდა ვჭამოთ ან ეხლა. და მერე უნდა დავწვე. ცოტა ხანი. ხო და აბა თქვენს თუ ღმერთი მადლობა რო აქტიურობთ. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ნახვები აქვს ჩემს ვიდეოებს და ყველაზე მეტად რაც მიხარია კომენტარები იწერება ძალიან ბევრი და კმაყოფილი ვარ მართლა. უბრალოდ გული რაზეც მწყდება, ამ არხზე ყველაფერი არის ჩემი ძმის სახელზე გაკეთებული. იმიტომ რომ ეს არხი რო შევქმნილი, მე ვიყავი არასრულწლოვანი და მონეტიზაცია რო გავაკეთე, ესე ვთქვათ, სხვების დახმარებით ძალიან საჩალიჩო ამბავია და დამეხმარე სხვადასხვა იუთუბერებმა და მაგათი დახმარებით რო გავაკეთე მონეტიზაცია, რადგან მე არასრულწლოვანი ვიყავი, ყველაფერი გავაკეთეთ ჩემი ძმის სახელზე და შესაბამისად ბარათიც ჩემი ძმის ბარათი მაქვს მიბმული და როგორც მითხრეს არ შეიძლება რომ ეხლა ჩემი ძმის ბარათი მოხსნა და ჩემი მივაბა, იმიტომ რომ ანგარიშის ნომერი მის სახელზე არის და ჩემი რომ მივაბა შეიძლება საერთოდ დამიბლოკონ და გამიუქმონ. ხო და ძალიან გული მწყდება რომ ჩემ ძმას სესხი აქვს გამოტანილი და როგორც ვიცი ვეღარ გადაიხადა ეგ სესხი და ეხლა უკვე ანუ YouTube-დან გამოსატანი თანხის მინიმუმი ზღვარი არის 70 ევრო, 75 ევრო. ხო და ეხლა ძალიან ცოტა მაკლია უკვე 75 ევროზე ასვლაზე და თუ არ ვცდები 10 რიცხვისთვის რიცხავს ხოლმე YouTube-დან. ანუ ეხლა ჩემი ძმის ბარათზე დაირიცხება გინდა არ გინდა და ჩამოაჭრის ეგრევე ავტომატურად სესხი. რაღაც მხრივ მიხარია სავით რომ ჯანდაბას იმ სესხს მაინც მოაკლდება თანხა, მაგრამ რაღაც მხრივ კი არა, გული მწყდება რომ ანუ მე მგონი კი არა ეგრეა რომ მაგ თანხა ჩემამდე ვერ მოვა მოკლედ. მაგრამ არა უშავს რაც არის მთავარია რომ სიყვარულით ვაკეთებ ამ საქმეს და მარტო თანხის გამო არ ვაკეთებ.
წავედი აბა ჰეთ, აბა ჰოთ. ეხლა ეს ვიდეო ნაწყვეტ რო გავაკეთე, ამის გადამბმელი და ამის ჩამომტვირთავი და ამის ამტვირთავი ეხლა არა ვარ და საღამოსკენ ვიზავ. რო გავიღვიძებ მერე. აბა დროებით.